დღეს დიდი ქართული მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა 14, 17 და 19 ივლისს შოხატაურში მისი 85 წლის თავის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება. კულტურის სამინისტროს ცნობით დღეს დაგეგმილ ღონისძიებებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი დაესწრებიან. შოხატაურში დღეს პრემიერ-მინისტრი ბიზინა ივანიშვილს ასწავლდებიან. ნოდარ დუმბაძის საიუბილეო დღეები კინოთეატრ გურიაში გაიმართება. გაიხსნება ნოდარ დუმბაძის დღეები აქ ნოდარის სახელობის სკვერში, შევამკობთ ბიუსტს და შემდეგ გაგრძელდება ღონისძიება ნოდარის სახლ-მუზეუმში ხიდისთავში. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ აი მთელი გზა ახლა მოვდიოდი და უამრავი ადამიანი მირეკავდა, რომ აუცილებლად ჩვენც მოვდივართ თბილისიდან, დაძრულია უამრავი ხალხი. და რაც თავარია, პირველად ჩამოვიყვანე შვილიშვილები, რომ დიდი ბაბუას სამშობლო ნახონ როგორია. დღეს შოხატაურები, გურულები და მთელი საქართველო ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავს, მაგრამ დღევანდელი დღე გამორჩეულია იმით, რომ უამრავ სტუმარს ველოდებით საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოგზავნდება ბატონი პრემიერის და განსაკუთრებულად მინდა რომ დღევანდელი დღე აღნიშნოთ. ქართული საზოგადოება დღეს ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დღესადმი მიზღვნილი ღონისძიება საქართველოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გაიხსნა. ქართული მწერლის საიუბილეო თარიღს რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალის გახსნა დაემთხვა. სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში რუსეთიდან ჩამოსულმა 70-ზე მეტმა მწერალმა თაწმინდის პანთეონში ყვავილების გვირგვინით შეამკო ნოდარ დუმბაძის საფლავი. დღევანდელ დღეს საზოგადოება დიდი ქართული მწერლის ვაჟა ფშაველას და ქართული სამხედრო მოღვაწის ქაკუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღესაც აღნიშნავს. ეს არის არაჩვეულებრივი ფესტივალი, მე თუ გითხავთ, იმიტომ რომ არ იკარგება პოეტის სული და მწერლის სული ერთმანეთს. საზღვარი არ იცის იმანის, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს, არის მოძმე. ამიტომ ძალიან მიხარია აი ამათი დანახვა. დღეს დაიბადა ნოდარ დუმბაძე და თუ არა თბილისში, თუ არა თაწმინდის პანთეონში, სხვაგან ეს ღონისძიებები არ დაიწყებოდა, იმიტომ რომ თავად ნოდარ დუმბაძე იყო თბილისელი და შემდგომ ალბათ მოგეხსენებათ მისი მშობლების გადასახლების შემდგომ გაიზარდა გურიაში და ისევ თბილისს დაუბრუნდა, ისევ მის მშობლიურ თბილისს და განსასვენებელი მოიპოვა თაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მახსოვს რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი საქართველოს ვესტუმრე, მწერალთა შეხვედრას ვესწრებოდი. აეროპორტში ჩამოსვლისთანავე ნოდარ დუმბაძემ ისეთი გულთბილი და სიყვარულით სავსე დახვედრა მოგვიწყო, რომ მაშინ მე მივხვდი, რომ ყველაზე მთავარი სიყვარული და მეგობრობაა. ფორმალური ვიზიტი მეგობრულ სტუმრობად იქცა.